პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთს მალე 22 კილომეტრიანი გზა დააკავშირებს. სამშენებლო სამუშაოები სოფელ როშკაში უკვე დაიწყო. პროექტი რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება. როშკა არხოტს შორის ამ დრომდე არ არსებობდა გზა გადაადგილება მხოლოდ ფეხით, ცხენით ან ვერტმფრენით იყო შესაძლებელი. პროექტის განხორციელება 11 მილიონ ლარამდე ჯდება. გზის მშენებლობა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა დალოცა და მას საუკუნის პროექტი უწოდა. მიმდინარეობს 28 კილომეტრიანი გზის მშენებლობა, რომელმაც პირაქეთა ხევსურეთი უნდა დააკავშიროს პირიქითა ხევსურეთს. მომავალში ხელი უნდა შეუწყოს ხევსურეთის განვითარებას, ოჯახების დაბრუნება. ეს არის ტურისტული მარშრუტი ჯუთიდან, ყაზბეგი, ჯუთა, როშკა, არხოტი. ეს არის გადასასვლელი და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ტურისტების მხრივ, ყველაზე დატვირთული მარშრუტია, რომელთაც ფეხით დადიან და წარმოიდგინეთ, რომ ეს გზა რო გაიხსნება, არ ვიცი მე აქ რა მოხდება რა, ეს იქნება სასწაული. ამას პირველ რიგში იმხელა ემოციური და იმხელა ისა აი რაღაც დადებითი მოხდი, დატვირთვა რომ აი ხალხი ელოდება, ეხლა ამოსულები არიან, ეხლა უბრალოდ მე ვერ მოგიყვანთ აქ, რომელიც ამ გზას თან მიყვებიან, არხოტში დაბრუნდნენ, როგორც თქვენ ბრძანეთ, ერთი ოჯახი ცხოვრობს.